არსებობს რაღაც ისეთი რაღაცეები, მე რაც მინახავს ესე შორიდან, რაზეც აი ძაფრავს და ცუდად ხდები რა, ესეთი არის მაგალითად ასოს მოტეხილობა. ფრაქტურა, ანუ რა იწვევს ამ ყველაფერს, რატო ხდება და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მე ჩვენი თავი დავიცვათ ამ ყველაფრისგან. და მსგავს შემთხვევაში არ აღმოჩნდეთ. ძირითადად ხდება ერიგირებული მდგომარეობაში სექსის დროს. თუ სექსი არა რაღაცა სხვა რაღაც მომენტების დროს, როცა ასოს ზე ხდება მექანიკური ზემოქმედება იმ დონით, რომ რაღაც კუთხეზე მეც ვერ უძლებს და თეთრი გარსი ზიანდება და ხმაც აქვს ამ თეთრ გარსს და დაზიანებას და ამიტომ იმდენად აქვს, რომ მოტეხილობის ხმა ისმის. როგორც ძვალის მოტეხილობის დროს ამ დროს ისმის, ამიტომ უძახიან მოტეხილობას. ძირითადად არის რაღაც პოზები და ძირითადად არის პოზები, რომ სექსის ისეთი პოზები, როდესაც ასოს მას შეიძლება ბოქვენის ძვალთან კონდეს და ამ დროს ზიანდება ბოქვენის ძვალზე კონდეს და დაჯახების მომენტი. პირდაპირ ძვალს ვერ ეჯახება შუაში ქსოვილებია, მაგრამ ამ მომენტში ხდება. არის რაღაც პოზები, რომლის დროსაც მამას უნდა ძალიან ფანტაზიებს არ უნდა შევყვათ, ანუ შემიძლია ეს პოზაც უთხრა.